ძრავას ტურბოდაბერვა ან კომპრესორი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის თავიდანვე ცუდად იყო დაპროექტებული. ეს სიტყვები ამერიკელ ინჟინერს კეით ბლეკს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა მას დღეს ეს იყო ადამიანი, რომელმაც სახელი დიდი მოცულობის მქონე მძლავრი ძრავების შექმნით გაითქვა. სამოქალაქო ავტომობილებში საიმედოობის, ხოლო სპორტულ მანქანებში სიმძლავრის, სისწრაფისა და მაყუჩებიდან გამომავალი სიმფონიის ფორმულად ინჟინრები მრავალი წლის განმავლობაში სწორედ ატმოსფერულ ძრავებს იყენებდნენ. გავიდა დრო და ტურბოდაბერვისა და კომპრესორის სისტემების ტექნოლოგიურმა მიაღვარმა ავტოინდუსტრია ძალეგა. ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილის შექმნის იდეამ ელვისებური სისწრაფით დაგვაჯახა რეალობას, სადაც ატმოსფერული ძრავის მქონე ავტომობილები გადაშენების პირას არიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი ვიდეო ისტორიაში საუკეთესო ატმოსფერული ძრავებისთვის მიგვეწყნა. თავიდანვე გეტყვით, რომ ამ სიის შედგენა ურთულესია. ამიტომ ნუ გვიწყენთ თუ თქვენი საყვარელი აგრეგატი ან ჩამონათვალის მიღმა დარჩება. აბა, კარგად მოგალათდით. გვერდით გემრი ელობები შემოიკრიბეთ და დავიწყოთ. BMW S62 V12 McLaren F1. კრისტალ აუტოს ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცის თუ რა ავტომობილია McLaren F1. ამ მანქანის ისტორიაზე ჩვენ დაწვრილებით აი ამ ვიდეოში ვისაუბრეთ და თუ უყურებთ, გარანტირებულად ისიამოვნებთ. ისე კი გეტყვით, რომ F1-ში ჩადგმული S62 ძრავა, რომელიც BMW-ს ეკუთვნის, ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 90-იან წლებში წარმოებული McLaren-ი დღემდე ყველაზე სწრაფი ატმოსფერული ძრავის მქონე ავტომობილია. გარეთ კი 2025 წელია. მეტიც, დეირონის გამოჩენამდე ის ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილიც გახდა და ამ ტიტულს 15 წელი ღირსეულად ინარჩუნებდა. თავდაპირველად McLaren-ის სუპერ ავტომობილისთვის ძრავა Honda-ს უნდა შეექმნა. ვინც არ იცის, ვიტყვით, რომ 80-იანების ბოლოს Honda McLaren-ის ფორმულა 1-ის გუნდის ძრავების მიმწოდებელი იყო. თუმცა F1-ის მთავარი ინჟინრის გორდონ მარის მოთხოვნების შესაბამისი შეთავაზება იაპონელებმა ვერ გააკეთეს. საბოლოოდ კი არჩევანი BMW-ზე გაკეთდა. საპასუხისმგებლო ძრავა პოლ როშეს ხელმძღვანელობით უნდა შექმნილიყო. ასე და ამგვარად განსაცვიფრებელი S62 V12 დაიბადა. 6.1 ლიტრიანი აგრეგატი ძირფესვიანად იყო მოდიფიცირებული. ეს V12 BMW-ს ერთადერთი 12 ცილინდრიანი ძრავა იყო, რომელსაც ცილინდრზე 4 სარქველი ჰქონდა. ასევე ეს ერთადერთი აგრეგატი იქნებოდა, რომლის ძრავის განყოფილების დეტალებიც სიცხის შთანთქმის იდეით ნამდვილი ოქროსგან იქნებოდა დამზადებული. შედეგად მონაცემებიც ოქროსი გახდათ. 618 ცხენის ძალა, 7500 ბრუნზე, ხოლო 4000 ბრუნზე 616 ნიუტონ-მეტრი. ეს ყველაფერი საკმარისი იყო იმისთვის, რომ F1 0-დან 100-მდე 3.2 წამში აჩქარებულიყო. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотивация. უფასოა. 33 წლის ავტომობილისთვის დაუჯერებლად მაღალი მაჩვენებელია, რა? გორდონ მარი BMW-სგან აგრეგატის მაღალ რესურსსაც კატეგორიულად მოითხოვდა. ამის შესახებ კი როშემ ასეთი განცხადება გააკეთა. ეს ძრავა BMW-ს სხვა ძრავების მსგავსად დაიწყობა. 250,000 კილომეტრის გავლის შემდეგაც კი მისი გახსნის საჭიროება არ დადგება. ინჟინერმა დანაპირები პირნათლად შეასრულა. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ საუბარი ნამდვილ სარბოლო ძრავაზე გვაქვს, რომელსაც დატვირთვაზე
უნდა ემუშავა. 90-იან წლებში კი BMW მართლაც რომ საოცარ ქმნილებებს გვთავაზობდა. Honda F20C, Honda S2000. ისტორიაში საუკეთესო ატმოსფერული ძრავების სიაზე ფიქრისას Mercedes-AMG-ის მიერ შექმნილი V12 გაგვახსენდა, რომლითაც ბაგანი Huayra არია აღჭურვილი. ეს აგრეგატი 6 ლიტრიდან 850 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც გასაოცარი შედეგია. თანაც BMW-ის მოყვარულების შემდეგ ხომ Mercedes-ის გიჟებიც უნდა გავახაროთ, თუმცა აქ ერთი პრობლემაა. Huayra არის სერიულად გამოშვებული ავტომობილი არ გახლავთ. ამიტომ მის ნაცვლად უფრო პატარა ძრავაზე საუბარი ვარჩიეთ, რომელიც ლიტრზე ზუსტად ამდენიმე ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავა Honda-ს 2 ლიტრიანი F20C-ია, რომლითაც Honda S2000 აღჭურვილი. იაპონური ვერსიის F20C 8300 ბრუნზე 247 ცხენის ძალას, ხოლო 7500 ბრუნზე 218 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებდა. ლიტრიდან მიღებული ცხენის ძალების მაჩვენებლით, რაც 123 უთრიდა, ეს 2000 იმ პერიოდისთვის საუკეთესო იყო. ტიტანისგან დამზადებული დეტალებით აღჭურვილი ძრავა წუთში 8900 ბრუნს ასრულებდა. მთელი ეს მეცნიერება და დამღლელი კალკულაციები კი ამ აგრეგატის ასეთ ხმაში გამოვლინდა. აღსანიშნავია ამ ძრავის გამძლეობაც. S2000-მა J.D. Power-ის საავტომობილო გამძლეობის ტესტში თავისი კლასისთვის უმაღლესი პოზიცია დააფიქსირა. ალბათ ეს გასაკვირი არცაა, როცა საქმე Honda ძრავას ეხება. თუმცა, როდესაც წარმოიდგენ დეტალს, რომელიც წუთში თითქმის 9000 ბრუნს ასრულებს, მისი საიმედოობა და გამძლეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. Lexus LR 4.8 ლიტრიანი Fiat Lexus LFA. Lexus LFA ერთ დროს ყველაზე დაუფასებელი, ახლა კი სანთლით საძებარი სპორტული ავტომობილია. Toyota-სა და Yamaha-ს საერთო პროექტისთვის მწვანე შუქის ანთებით Akio Toyota-მ სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი აჩუქა. მას სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ Toyota-ს მოსაწყენი და გამძლე SUV-ების გარდა დრამატული სუპერკარის შექმნა შეეძლო. შედეგად კი მივიღეთ ეს. მიუხედავად ყველაფრისა, იაპონური სუპერ ავტომობილი იდეალური არ იყო. დავიწყოთ ფასით. LFA-ის სანაცვლოდ მსურველებს $385,000 უნდა გადაეხადათ. ამ ფასად Ferrari-სა და Lamborghini-ის უმაღლესი კომპლექტაციის მოდელებიც მოგივიდოდათ. შეკითხვაზე, რა მანქანა გყავს? Porsche-ს, Lambo-ს და Ferrari-ის მფლობელები ამაყად იტყოდნენ ამ ბრენდების სახელებს. თქვენ კი უნდა გეთქვათ Lexus, რაღაც ისე ვერ ჟერს, ხო? იდეალურისგან შორს იყო LFA-ის გადაცემათა კოლოფიც, ხოლო საწვავის ავზი იმდენად მცირე მოცულობის გახდათ, რომ ნახევარი ცხოვრება ბენზინ-გასამართ სადგურებზე უნდა გაკეტარებინათ. მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილისა, ამ ავტომობილის ძრავას და მართვადობას დამწუნებელი არ ჰყავდა. მეტიც, აი ამ მონატრებულ ადამიანს ნათქვამი აქვს, რომ თუ მას ვინმე მხოლოდ ერთი ავტომობილის ფლობის უფლებას მისცემდა, ეს მანქანა მუქი ლურჯი LFA იქნებოდა. ყველაზე სარკასტული ენის მქონე საავტომობილო კრიტიკოსის ასეთ შეფასებაში LFA-ის გულს ლომის წვლილი მიუძღვოდა.
the way that it feels so violent and raw. Yamaha-s მიერ შექმნილი ძრავა 4.8 ლიტრიანი V10 ავტოინდუსტრიის ნამდვილი მარგალიტია და ხელოვნების ნიმუშის წოდებასაც იმსახურებს. შეუძლებელია იყოთ ავტომოყვარული და მისი 552 ცხენის ძალის რემაოდესმე მოგბეზრდეთ. მოდით, კიდევ მოვუსმინოთ, კიდევ. ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ გამოსაბოლქვ სისტემაზეც Yamaha-s მუსიკალურმა დივიზიამ იმუშავა. ინჟინრებმა მას ანგელოზების რგბინმაც უწოდეს. უმარილო, უღიმღამო და რაღაცნაირი ახალი მანქანების ფონზე LFA დღეს მეტად დაფასდა. Toyota ჯგუფს კი მას შემდეგ მიახლოებულიც კი არაფერი შეუქმნია. Porsche Metzger 4 ლიტრიანი ოპოზიტური ძრავა. Porsche 911 997 GT 3 RS-ი. დღეს მძლავრ ავტომობილს ალბათ ყოველი მეორე ავტომწარმოებელი ქმნის. ტექნოლოგიები და ინჟინერია იმდენად დაიხვეწა, რომ თითქმის 3 ტონიანი SUV-ებიც კი ნურბურგრინგის წრეს დაუჯერებელ დროში ფარავენ. რა ხდება მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად სპორტული ავტომობილი გაინტერესებთ, რომელიც ნურბურგრინგს არა მხოლოდ სწრაფად დაფარავს, არამედ მასზე იბატონებს კიდეც. Porsche 911 ზუსტად ასეთი ავტომობილია. განსაკუთრებით კი 4 ლიტრიანი მეცგერის ზრავით აღჭურვილი მოდელები. რა განაპირობებს ამ ძრავის სიდიადეს? ერთი შეხედვით ეს აგრეგატი კოლოსალური რაოდენობის ცხენის ძალას არ გამოიმუშავებს. მას სულ რაღაც 500 ცხენის ძალა აქვს. თუმცა ლიტრიდან 125 ცხენის ძალის მიღება მაინც სერიოზული შედეგია. ამას დაუმატეთ ოპოზიტური ძრავის სპეციფიკა, მაღალი ბრუნები და საიმედოობა. ნებისმიერი ტრეკის საუკეთესო დროებში Porsche აუცილებლად ციის სათავეშია. ეს კი მეცგერის 4 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავის დამსახურებაა. ეს ხელოვნების ნიმუში ლეგენდარული ინჟინრის Hans Metzgeris მიერაა შექმნილი. მის სახელს როგორც Porsche-s პირველი 911 ძრავის, ისე ლემანის რბოლებში გამარჯვებული Porsche 917 ძრავის შექმნაც უკავშირდება. ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ 4-0-საც სარბოლო გენები აქვს. მისი არქიტექტურა პირდაპირ Porsche 911 GT1-დან მოდის, რომელმაც ლემანის 24 საათიანი რბოლა 1998 წელს მოიგო. თელია მონოლოგით იმის თქმა გვინდოდა, რომ Porsche-s მეცგერის ძრავა დროში გამოცდილი და უდიდესი მემკვიდრეობის ნაწილია. ზუსტად ამიტომაა, რომ დღეს ტრეკის ტყვია გაუმტარ მონსტრად სწორედ 911 GT3 RS-ი გვევლინება. თუმცა ამ ხაზის სხვადასხვა მოდელებში მოყვარულების საუკეთესოს მაინც გამოარჩევენ. ბევრის აზრით 997 თაობის GT3 RS-ი საუკეთესო GT3-ია. ამ თაობაში ტექნოლოგიები, კორპუსის ზომა და მექანიკურობა საუკეთესოდ იყო შეზავებული. რომელია თქვენი საყვარელი GT3 RS-ი? თქვენი აზრი ქვემოთ კომენტარებში დააფიქსირეთ. ნახეთ, გყავთ თუ არა თანამოაზრეები. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც კრისტალ ავტოს არ ხიავთ გამოწერილი, სიცოცხლე 5 წლით უხანგრძლივდებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე. BMW S54 E46 M3 CSL-ი. სათქმნიან სოფლიოში საუკეთესო ატმოსფერულ 6 ცილინდრიან ერთრიგა ძრავებს. პასუხი მარტივია. გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში. რატომ მაინც და მაინც ბავარიაში?
ეს კიდევ უფრო მარტივია. BMW ამ კონცეფციის მქონე ძრავას თითქმის 100 წელია აწარმოებს. მათი ნაწილი ავტომობილებში თავსდებოდა, ნაწილიც საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მზადდებოდა. მთელი ეს ისტორია და BMW-ს ბურუსით მოცული წარსული აი ამ ვიდეოში გვაქვს განხილული და თუ ჩართავთ, გვერწმუნეთ, თვალს ვერ მოსწვევთ. BMW-ს უამრავი მოყვარულისთვის 6 ცილინდრიანი ერთრიგა ძრავის პიკს წარმოებელმა S-54-ის სახელით ცნობილ ძრავაში მიაღწია. ეს აგრეგატი E-46 თაობის M3-ში, 2001-2002 წლებში გამოშვებულ Z3M-ში და Z4-M-ში გვხვდებოდა. ამასთან ერთად, საკონტრაქტო პირობებით ვისმანმა ის MF3-ისთვისაც შეიძინა. 3.2 ლიტრი მოცულობის ძრავა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის 323-ს, ხოლო ევროპული ბაზრისთვის 353 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალური ბრუნიკი წუთში 8000 აღწევდა. S-54 იყო ჭეშმარიტად სპორტული ხასიათის, ფიცხი და საიმედო ძალოვანი აგრეგატი, რომელსაც საოცარი შესაძლებლობები და დაუვიწყარი ხმა ჰქონდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ცოტა მოგიჟო გამოხედვის მქონე ცივსისხლიანმა გერმანელმა ინჟინრებმა M3-ის სპეციალური ვერსიისთვის ძრავა კიდევ უფრო გააუმჯობესეს. აქვე განგიმარტავთ, რომ ატმოსფერული ძრავა და დამატებითი ცხენის ძალების საიმედოდ ამოღება ძალზედ რთული ამოცანაა. M3-ის შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული მოდელისთვის CSL-ისთვის BMW-მ S-54 ძრავადან კი 360 ცხენის ძალა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი დღეს არათუ ყვირის, არამედ ძარღვსაც კი არ გვიტოკებს, 2000-იანებში საავტომობილო საზოგადოებამ ნამდვილ სიგიჟედ შერაცხა. BMW-მ ამ ატმოსფერული ძრავის 1 ლიტრიდან 112 ცხენს გაადენინა ჭიხვინი. მისი კარბონის შემშვები კოლექტორიდან და მაყუჩებიდან გამომავალი ხმის სიმფონიამ კი ახალი მწვერვალები დაიპყრო. Ferrari Colombo tipo 168-62 V12 Ferrari 250 GTO. ურთულესი ამოცანა. ისაუბრო მხოლოდ 1-12 ცილინდრიან ძრავაზე Ferrari-s ისტორიაში. ეს ზუსტად იგივეა მრავალშვილიან ოჯახში მშობლებმა რომელიმე შვილი რომ გამოარჩიონ. ყველაფრის მიუხედავად ამ ცოდვაში ფეხს ისევ ჩვენ ჩავდგამთ. ალბათ ენცო Ferrari-s სიტყვები, აეროდინამიკა მათვისა, ვინც კარგ ძრავებს ვერ ქმნის, ერთხელ მაინც გექნებათ გაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოთქმა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ და აეროდინამიკის ეჭქვეშ დაყენება დღეს დიდი სიგიჟეა, Colombo-s V12-ის შემთხვევაში ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. ჯოაკინო კოლომბო იტალიელი ინჟინერი გახლდათ, რომელსაც სარბოლო ავტომობილებისთვის ძრავების შექმნაში დიდი გამოცდილება ჰქონდა. 1962 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი ქმნილების დებიუტი გაიმართა. ამ აგრეგატით 60-იანი წლების Ferrari 250 და 250 GTO იყო აღჭურვილი. თუ კლასიკური ავტომობილები ოდნავ მაინც გესმით, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ საუბარი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძვირად ღირებულ ავტომობილზე გვაქვს. ეს კი ერთიორად საინტერესოს ხდის იმის განხილვას, თუ რა ძრავით იყო ასეთი მანქანა აღჭურვილი. 250 GTO-ს გულის ერთ-ერთი სიდიადე ცილინდრთა რიგებს შორის 60 გრადუსიანი დახრაა, რაც V12-ს იდეალურ ბალანსს ანიჭებს. აბსოლუტურად ყველა ძალა და მომენტი, რაც დგუშების მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება, ერთმანეთს ანეიტრალებს. 60-იანი წლებისთვის ფანტასტიკური გახლდათ მისგან გამომუშავებული სიმძლავრეც. 3 ლიტრიდან Colombo-s მაგიამ არც მეტი არც ნაკლები 300 ცხენის ძალა გამოიმუშავა. ძრავის მაქსიმალური ბრუნიკი წუთში 7500 აღწევდა. აქვე უნდა ვახსენოთ Weber-ის 6 კარბურატორიც და შეზეთვის მშრალი ქვეშის მქონე სისტემაც. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მშრალი კარტერი.
მთელი ამ მათემატიკური ამოცანის ამოხსნა მდგომარეობდა იმაში, რომ ფერარიმ შეჯიბრებებზე თავისი დროის კონკურენტებს ალესილ იაგუარ, E-Type-სა და შხამიან კობრას ჯოჯოხეთური კონკურენცია გაუწია. ასეთი დამსახურების მქონე ძრავისა, სარბოლო ისტორიისა და ულამაზესი ფორმების ფონზე ალბათ აღარ უნდა გაგიკვირდეთ, რომ Ferrari 250 GTO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია. მისი ფასი დღეს 50-დან 70 მილიონ დოლარამდე მერყეობს. Gordon Murray T50. ნუ თუ შეიძლება ვისაუბროთ ისტორიაში საუკეთესო ატმოსფერულ ძრავებზე, ვახსენოთ McLaren F1, Gordon Murray და არაფერი ვთქვათ მის უახლეს ქმნილებაზე, GM AT50-ზე. ჩვენს მაყურებელს ეს ავტომობილი დაუჯერებლად მაგარი ხმის მქონე 10 მანქანიდან უნდა ახსოვდეს. T50 F1-ს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ იდეურადაც ჰგავს. მძღოლის სავარძელი უჩვეულო პოზიციაში, შუაში, ხოლო მგზავრების სავარძლები გვერდებზე და უკან არის განთავსებული. მათ უკან კი F1-ის მსგავსად ატმოსფერული V12 იმალება. რაში მდგომარეობს ამ ძრავის გამორჩეულობა? პირველი, ის Cosworth-მა შექმნა. თუ ცოდნა ხელს გიწყობთ, გაიცემეთ Cosworth-ის ძრავა, რომელიც არ ვარგოდა. მეორე, მისი მაქსიმალური ბრუნი წუთში 12,000 ასწაღწევს. წარმოიდგინეთ 12 ცილინდრიანი ძრავის უზარმაზარი ღერძი, რომელიც 60 წამში 12,000 აშჯერ საიმედოდ ატრიალდება. ეს ინფორმაცია მათთვის, ვინც ასეთ ძრავებში ინჟინერიის გენიალურობას ვერ ხედავს. და მესამე. ხმა. გამაყრუებელი და სისხლის ამადუღებელი ხმა. ამ მუსიკის კომპოზიტორი 3,9 ლიტრიანი აგრეგატია, რომელიც 654 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. M3 CSL-ის ცხენის ძალების არ იყოს, დღეს ვერც ასეთი რაოდენობის სიმძლავრით გააკვირვებთ ვინმეს. თუმცა მაღალი ალბათობით უკვე მიხვდებოდით, რომ ცხენის ძალები არ არის მთავარი. მთავარი ბალანსი და ძალის წონასთან შეფარდება. Cosworth-ის ეს ქმნილება სულ რაღაც 178 კილოგრამში ადგენს და მის მასში მსუბუქემ T50-ის წონაში უმთავრესი როლი შეასრულა. ეს ავტომობილი ტონაზე მსუბუქი, უფრო ზუსტად კი 980 კილოგრამია. ალბათ ახლა 654 ცხენის ძალა საკმარისზე მეტიც მოგეჩვენებათ, რადგან ძალზე ცოტას თუ ეყოფა კვერცხები ამ მანქანის სატერფულს ბოლომდე ჩააჯიროს. შეგახსენებთ, რომ ასეთი ძრავით აღჭურვილ ავტომობილებს დიდი დრო აღარ უწერიათ და გადაშენების პირას არიან. ეს Gordon Murray-მაც კარგად იცის, რის გამოც კაცობრიობას F1-ის მსგავსი კიდევ ერთი ხელოვნების ნიმუში აჩუქა. Lamborghini Aventador Ultimate. Ferrari-ის მსგავსად, ატმოსფერული V12-ების შექმნის ისტორიითა და მემკვიდრეობით Lamborghini-ც ამაყობს. ის თუ როგორ დაამშვენა Ferruccio Lamborghini-მ ხარის ლოგოთი თავისი პირველი ქმნილება, მართლაც საოცარი ამბავია. ამიტომ აი ამ ვიდეოს ყურებასაც დიდ რეკომენდაციას გავუწევთ. ისე კი გეტყვით, რომ ეს იტალიური კომპანია 12 ცილინდრიან მონსტრებს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან აწარმოებს. Lambos ინჟინრული გენიის საწყის კი Giotto Bizzarinამდე მივყავართ.
წლების განმავლობაში მათი ფორმულა დაიხვეწა, განვითარდა და გაიზარდა მოცულობა, რაც ლოგიკურად სიმძლავრის ზრდაშიც ითარგმნა. 2000 წელს ამ არქიტექტურის მქონე 6.5 ლიტრიანი ძრავადან იტალიელებმა 661 ცხენის ზალა მიიღეს. ეს უკანასკნელი კი Lamborghini Murcielago LP670-ში განთავსდა. Lamborghinis 12-მა ცილინდრმა ყველაზე დრამატული აკორდი L529 ვერსიაში აიღო. ამ აგრეგატით 2011 წლის Aventador-ი აღიჭურვა. Lamborghini-ისთვის დამახასიათებელ გამომწვევ დიზაინს ფონად გამონაურებელი ჟღერადობა გასდევდა. უბრალოდ მოусმინეთ და დათქმით. ახალი ფლაგმანური მოდელი კვლავ 6.5 ლიტრიანი იყო, თუმცა ამჯერად 690 ცხენის ზალას გამოიმუშავებდა. განახლებული დიზაინის წყალობით ძრავა წინამორბედზე 18 კილოგრამით მსუბუქიც გახლდათ. მის ცილინდრებში აფეთქების მიმდევრობა და ხარისხი კი ახალი პროგრამით კონტროლდებოდა. დროთა განმავლობაში L529-მა Aventador-ის სხვადასხვა ვერსიებისთვის გაუმჯობესებები ჰპოვა. საბოლოოდ კი განვითარების მაქსიმუმი შეზღუდული რაოდენობით წარმოებულ Aventador Ultimate-ში დააფიქსირა. ეს უკანასკნელი 4-ვე საბურავზე 770 ცხენის ძალას ანაწილებდა. Postscriptum. Attention, attention. ჩამოთვლილი ძრავების მიუხედავად, საპატიოდ კიდევ რამდენიმე ძრავას მოკლე რეზიუმირებით ვახსენებთ. ერთ-ერთი უდაოდ AMG-ის 7.3 ლიტრიანი ძრავა იქნება, რომლითაც ლეგენდარული Zonda F-ი აღჭურვილი. ეს აგრეგატიც მაღალი ბრუნვათა რიცხვითა და საოცარი ხმით გამოირჩევა. აუცილებლად იმსახურებს ხსენებას Ferraris უახლესი 12 ცილინდრიანი მონსტრები, Daytona SP3 და Todici ცილინდრი. გამონაბოლქვისა და მაყუჩის მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, იტალიელები ხმაურიანი 12 ცილინდრიანი ფლაგმანური მოდელების წარმოებას კვლავ ახერხებენ და თანაც საოცარი წარმატებითაც გამოსდიან. უყურადღებოთ არ უნდა დაგვრჩეს არა ამ ქვეყნიური ვიზუალის მქონე CLK GT-არიც, თავისი 6.9 ლიტრიანი V12-ით, რომლის დახმარებითაც ეს მანქანები პირდაპირ მნიშვნელობით დაფრინავდნენ. V12-ების ზედოზირება რომ არ შეგვემთხვას, აუცილებლად გიხსენებთ Porsche Carrera GT-ის ლეგენდარულ V10 ძრავასაც. დარწმუნებულები ვართ, სადღაც ვიღაც ამ მომენტში ცდავობს, ჯობს თუ არა ამ მანქანის მაყუჩიდან გამომავალი ხმა Lexus LF-ის ჟღერადობას. ასევე ყბის ჩამოსავარდნი მონაცემები დააფიქსირა უახლესმა სირვა Corvette ZR1-მა. ეს ვირვა ძრავა თავისი 5.5 ლიტრი მოცულობით 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მანქანას 0-დან 100-მდე 2.6 წამში აჩქარებს. დანარჩენზე კი უკვე კომენტარებში ვისაუბროთ. და თუ ჩვენ სიაში ან დამატებით კომენტარებში თქვენი საყვარელი ატმოსფერული ძრავა ვერ მოხვდა, ბოდიშ კიდევ ერთხელ მოგიხდით. ბოდიშ.